დღეს გადავწყვიტე რომ კიდე ერთი ვიდეო გავარდეს. ბევრიერიდება ხოლმე ქაბაბის მომზადებას, იმიტომ რომ ერთი ხრიკი, რომელიც პირველად უნდა გავაჟღერო, დღეს ვაკეთებთ ორ რეცეპტს. პირადი ასისტენტიც ყავს უკვე რა. გასწავლით ხრიკ ზუსტად როგორ შერჩეს ქაბაბის ხორცი შამპურზე. დაასწარით სხვას მოამზადოთ ის კერძი, რომელსაც იხილავთ რეჰანი კუკინგის ვიდეოში. ძალიან გემრიელია, მაგრამ ოჰოჰო. ეს არის ცხონება. და ორივე ხო ედრყრული საქართველოს მემაყლეები არიან. დამეწვება ეს. მოგესალმებით, გამარჯობა. შემდეგი ვიდეოს დრო დადგა და რაღაც თქმა უნდა, ცეხის ტერიტორიიდან მოგესალმებათ ვახტანგ ერეკლეს ძე კანდელაკი და რაღაც თქმა უნდა, ჩვენს გვერდით არის ჩვენი მეგობარი, შავი ლომის შავი. სანამ რაღაც თქმა უნდა რეცეპტზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ცოტა ტონუსში მოვიდეთ და შავი ლომის შავი ამისთვის ყველაზე კარგი რამ არის. კარგი. რაც შეეხება დღევანდელ რეცეპტს, კარგი ამინდი დადგა. თითქმის ყველა უკვე აგარაკისკენ მიემგზავრება, ან გეგმაში აქვს რომ აგარაკზე წავიდეს, ან სოფელში, ან სადაც ღია ბუნებაში შეძლებს რაღაცის მომზადებას. წვადის რეცეპტი ჩვენ გავაკეთეთ და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კომენტარებში, ვიდეოს ქვეშ, სოციალურ ქსელებში თავისი კომენტარი დატოვა, პოზიტიურიც და არაპოზიტიურიც. მივესალმები ყველას, მადლობას გადაუხდი და ნახვებითაც ალბათ ნახავდით, რომ ძალიან ასე ვთქვათ, ტერმინი რო გამოვიყენოთ, გავარდა. დღეს გადავწყვიტე რომ კიდე ერთი ვიდეო გავარდეს. შევეცდებით რომ ისეთი ქაბაბი მოვამზადოთ, რომელიც შამპურზე ჩერჩება და პირშიც რო ჩაიდებთ, გემრიელი იყოს. აქედან გამომდინარე, დღეს ვაკეთებთ ორ რეცეპტს. ორ რეცეპტს ვაკეთებთ. ერთი რეცეპტი არის ღვიძლის მწვადი, რომელიც კონკრეტულად ვამზადებთ ლაშა ჩაგელიშვილისთვის, იმიტომ რომ ძალიან უყვარს და მეორე არის ქაბაბი, რომელიც საინტერესოდ იქნება მომზადებული. რა დაგჭირდება ამ ორი კერძი დავარქვათ, მაყალზე მოსამზადებელი კერძისათვის. ესე იგი, პირველ რიგში ეს უნდა გავყოთ ორ ტოლ ნაწილად. ანუ ღვიძლი უნდა გამოვწიოთ ცოტა ხანი აქ და დავიწყოთ ბადე-ქონი, ღორის ქონი. ეს ამ შემთხვევაში გვაქვს მუცლის მხარე, ანუ ბეკონს რო ეძახიან, ბეკონის დასრულება ქონი. ეს არის საქონლის ბეჭი და ის ერთი ხრიკი, რომელიც პირველად უნდა გავაჟღერო, ეს არის ქათმის მკერდის ნაწილი. აი ეს ქათმის მკერდის ნაწილი დაგვეხმარება შემდეგ უკვე ფარშის სწორად მომზადებაში. წინა ვიდეოში ლუკამ ახსენა, რომ ბურგერის ფარშში ორჯერ გამოტარების შემდეგ დაბეგვა ნაკლებად ჭირდება, იმიტომ რომ სმეშ ბურგერი გავაკეთეთ. აი ქაბაბის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, როგორ გავატარებთ ფარშს, რა ხორცს გავატარებთ ხორცსაკეპში და როგორ შემდეგ დავამუშავებთ უკვე, ანუ როგორ დავბეგვავთ ქაბაბის ფარშს. დღეს გავაკეთებთ ორნაირ ქაბაბს. ერთს გავაკეთეთ ბადე-ქონში, რომელსაც თქვენ ვინც პირველად აკეთებთ, ძალიან გაგიმარტივებთ ქაბაბის მომზადებას და მეორეს შევეცდებით, რომ ბადე-ქონის გარეშე გავაკეთოთ იმისთვის, ვინც ხშირად აკეთებს, მაგრამ ისეთი კმაყოფილი არ არის საკუთარი შედეგებით, როგორც მაგალითად ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ გასწავლით ხრიკ ზუსტად როგორ შერჩეს ქაბაბის ხორცი შამპურზე. დიდი ფილოსოფია, მაგრამ დეტალურად როდესაც ავხსნით, ძალიან მარტივი იქნება. ეხლა რაც შეეხება უკვე რეცეპტზე ვერ გადავალ, თუ არ ვახსენებ კიდე ჩვენს ერთ მეგობარს, რომელიც გვეხმარება, სადაც გაგიხარდებათ, ვოლტი ჩვენს გვერდით არის. დღეს ვოლტიდან გამოვიძახე, წინაზე ხოთ ვოლტ მარკეტიდან ვიძახებდი ხოლმე. ეხლა ვოლტიდან გამოვიძახე ქაბაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატები. წითელი წიტაკა დაღერღილი გამოვიწერე და გამოვიწერე პაპრიკა. პაპრიკა შებოლილიც მაქვს და ღვიძლს დავუმატებ და ამასაც ცოტას დავუმატებ ქაბაბში. კარგი, ესე იგი დავიწყოთ. უნდა დავიწყოთ ხორცის დამუშავებით. ესე იგი ბეჭის ნაწილი აი ესე დავჭერით. პროცესი არის ძალიან
შრომატევადი და ამისთვის მომზადება გჭირდებათ. ანუ წინასწარ ძალიან კარგად უნდა მოამზადოთ ტერიტორია, რომელზედაც მოამზადებთ ქაბაბს. ეხლა მეტყვით რომ რატო ჭრიო ყველა ხორცს ერთნაირად. ქათმის მკერდის ნაწილი არის ფარშის, ასე ვთქვათ, სტრუქტურის მიმცემი, შემასქელებელი და ერთგვარი კატალიზატორი. კრავს პროცესს და ბეჭდავს. ეხლა ცოტა ქონის დაგჭირდება. ესე იგი, გეტყვით ეხლა ყველაზე მნიშვნელოვან რამეს 1 კილოგრამ საქონლის ბეჭის ნაჭერზე ვიღებთ 200 გრამ ქათამს და 300 გრამ ღორის ქონს. ჩვენ შემთხვევაში ეხლა 2 კილო საქონლის ხორცია. ეხლა მეტყვით რომ ეგრევე უნდა გადავატაროთო? და მე გეტყვით რომ არა, ეგრევე არ უნდა გადავატარო და გეტყვით რატო. აი ეს უნდა გავაერთიანოთ ეხლა და ვიწყებთ. აქვე დაგჭირდება მარილი. აქვე დაგჭირდება შავი წიწაკა. აქვე დაგჭირდება ცოტა სუმახი. აქვე დაგჭირდება ცოტა ძირა. და ცოტა შებოლილი პაპრიკაც დავუმატოთ, იმიტომ რომ ძალიან მოუხდება. კარგი, სანამ გატარებას დავიწყებთ, უნდა ამოურიოთ და პარალელურად რომ მოვიგოთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ღილაკი, რომ შემდეგი ვიდეო, რომელსაც თქვენ ნახავთ, იყოთ პირველი ის ადამიანი, ვინც ამ ვიდეოს ნახავს და დაასწარით სხვას მოამზადოთ ის კერძი, რომელსაც იხილავთ რეჰანი კუკინგის ვიდეოში. კარგი, დავიწყოთ ახლა შემდეგი პროცედურა. ჩავთვალოთ ხორცაკები, მანქანა ხმაური იქნება და მე გავჩუმდები. ეხლა მეორეჯერ უნდა გადავატაროთ. ეს მნიშვნელოვანია ძალიან, იმიტომ რომ ხორცს დამატებით წებოვნებას მიცევს, რომელიც შემდეგ დაგვეხმარება, რომ ქაბაბი წვნიანიც გამოვიდეს და უფრო არომატულიც. ესე იგი, ფარში ორჯერ გადავატარეთ და ეხლა მნიშვნელოვანი პროცედურა იწყება. ხახვი არასდროს არ გადაატაროთ ფარშთან ერთად, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ხახვმა თავისი სტრუქტურა შეინარჩუნოს და წვენიც მათ შორის ქაბაბში, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხახვში ძალიან დიდი რაოდენობით სითხეა და ყველაზე მთავარი რაც არის ის სითხეა, რომელიც არბილებს ხორცს. წვაძე ვისაუბრეთ, ხახვის დამატება რა მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ეხა უკვე ხახვი დავამატეთ, ცოტა მარილი კიდე უნდა დავუმატოთ, შავი წიწაკა კიდე ცოტა. ანუ ორ ეტაპად ვამატებთ, ასე ვთქვათ, სუნელებს ქაბაბში, პაპრიკაც დავუმატეთ და დავუმატეთ კიდე ცოტა ძირა. ეს სუმაყი აღარ გვინდა, იმიტომ რომ საკმარისად დავუმატეთ. ეხა ვიწყებთ მასაჟის პროცედურებს. აი ეს მნიშვნელოვანი ამბავია, რომ სწორად გადავაზილოთ ერთმანეთს ხახვი და ფარში. აი ორჯერ გადატარებული ფარში უკვე შეხედეთ როგორი ერთგვაროვანია, ცოტა ფაფისებრი და ეს არის ზუსტად ის მნიშვნელოვანი ფაქტურა, რომელიც უკვე დაგვეხმარება სწორად გავაკეთოთ და სწორად ავაცვათ და შემდეგ არ ჩამოგვივარდეს შამფურიდან ქაბაბის ხორცი. ნახეთ, ცემას რას ვეძახით? აი ესაა ცემა. ავიღეთ, დავაგდეთ. ავიღეთ, დავაგდეთ. ავიღეთ, დავაგდეთ. ერთ აღებაზე უკვე აი რო აიღებთ, გუნდა უნდა აიღოთ და ადვილად გამოყვეთ ხორცი. აი ხა მე სულად მომყვება. აი იქითა რო დაუბეგვე უკვე ადვილად მოდის. აი ეს არის ყველაზე შრომატევადი საქმე მე ქაბაბისთვის. მე მწვადისთვის და ორივე ხომ
ბედრყრული საქართველოს მემაყლეები არიან. მათ შორის მეც. ეს ყველაფერი ახლა უნდა შევინახოთ დაახლოებით 2 საათით მაცივარში. რომ გემოები გაჯდეს, ცხიმი გამყრივდეს, ფილემ საქონლის ხორცს სალამი უთხრას, საქონლის ხორცმა ღორის ქონს უთხრას, მოგესალმები, გამარჯობა, როგორ ახარო? და მე ეს ყველაფერი შამპურზე რომ მოვათავსო, უნდა უთხრა გამარჯობათ მეგობრებო, მაყალზე მოთავსდებით. დღევანდელი კერძის მეორე ვერსია არის, როგორც აღნიშნე, ღვიძლის წვადი. ბევრს უყვარს, ბევრს არ უყვარს, ბევრი ჭობს როგორ უნდა მოამზადოს, მაგრამ კლასიკური რეცეპტი არსებობს, რომელსაც ცოტას გადაუხვევდო, ჩემეულ ვერსიას მოვამზადებ, იმედია არ გამიწყრებით მომზირლებო და იტყვით რომ ცდი, იმიტომ რომ ერთი რამეს გირჩევთ. ცხოვრებაში ბევრი რამე უნდა ცადოთ, რომ საბოლოო შედეგამდე მიხვიდეთ. ეს ჩემგან არ გესწავლებოდა და ყველამ ძალიან კარგად იცი. მათ შორის სამზარეულოც ასეა, თუ არ ცადე, ვერ იტყვი, კარგია თუ ცუდია. აქედან გამომდინარე, სანამ კომენტარს მოიფიქრებთ და დაწერთ, მანამდე მოამზადეთ და უკვე მომზადებული თუ არ მოგეწონათ, შემდეგ უკვე არგუმენტირებულად დაწერეთ, რატო არ მოგეწონათ. ამაზე შევთანხმდით. ღვიძლი დავჭერით და შემდეგი ეტაპია ღვიძლი უნდა დავამარილოთ. ცოტა შავი წიწაკა, დაღერღილი წიწაკა და პაპრიკა. პაპრიკა დამატებით საინტერესო ქერს შეძენს და არომატს ღვიძლს. შემდეგი ეტაპი არის ქონდარი. აი, გაზაფხული ჩემთვის ქონდართან ასოცირდება და მის არომატთან ასოცირდება და ძალიან მიყვარს, მათ შორის აი ჩაქონდრილი ძალიან მიყვარს. ეხლა რავშვებით, ქონდარს რაც შეიძლება წვრილად ჭრით, ნედლი ქონდარი გვინდა აუცილებლად. აი ეს სრულიად საკმარისი იქნება ეს რაოდენობა. კარაქში ცოტა მარილი და დავიწყეთ იგივე პროცედურა მასაჟის. ეხა იტყვით რომ ბადექონსო, ქონიაქო, კიდე კარაქიო, მაგრამ იცი რა არის, მნიშვნელოვან გემოს შეძენს ეს კარაქი და ქონდარი. ეხა თქვენ რომ აი ეს სურნელი იგზნოთ, სხვანაირად ისაუბრებდით საერთოდ. ეს შეგიძლიათ რომ კარგად გაალღოთ, შეგიძლიათ ესეთი ფაქტურისაც მიიღოთ, რომელსაც აი ესე ღვიძლს კარგად შევაძილავ. ბუნებაში თუ იქნებით, უფრო მარტივად გალღვება, რა თქმა უნდა, კარაქი და უფრო მარტივად შეძენს, ასე ვთქვათ, არომატებს ღვიძლს. ეს არის ჩემი ვერსია, შეგიძლიათ ქონდარი არ დაუმატოთ და უბრალოდ მარილი და შავი წიწაკა დაუმატოთ, შეგიძლიათ დაუმატოთ კარაქიანი ქონდარი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება. კარაქს თუ არ დაუმატებთ, მაშინ დაუმატეთ ცოტა ზეთი, რომ ღვიძლი არ გამოგიშრეთ შიგნიდან. ბადექონი კი დაგეხმარებათ, რომ არ გამოგიშრეთ, ისე როგორც მაგალითად ღია ცეცხლზე. მაგრამ მე მაინც გირჩევთ, რომ ცოტა ცხიმი დაუმატოთ, რომ ცხიმი ხელს შეუწყობს, რომ კარგად სუნელები განაწილდეს ზედაპირზე და მეორე რიგში კიდე ცხიმიანობასაც შეუნარჩუნებს ღვიძლს. კარგი, შემდეგი პროცედურა არის უკვე ამის დასვენება და სულ ცოტა ხანში უკვე შამპურზე აცმა. მასევრიდან გამოვიღეთ ქაბაბის ხორცი და შემდეგი პროცედურა. კიდე ერთი ცოტა დაუბეგოთ რა. სიფრთხილეს თავი არ სტკივას ამბავში, ესეთი პატარა თასი ქონდეთ თან და აი ხა ქაბაბის მნიშვნელოვანი პროცესი. თითქმის უნდა გავანთავისუფლოთ ჰაერიდან და არავითარ შემთხვევაში
ქაბაბის შამფური არ ჩადოთ აი ეს და მერე დაიწყოთ ამბავი. Ჩვეულებრივად როგორც მწვადს აკეთებთ, იგივე ანალოგიურად გააკეთეთ ეს პროცედურა. ზემოდან დაიწყეთ და ქვემოთ ჩამოდით. წყალით მაინც გქონდეთ თან. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ხელი დავისველოთ, რომ დავაფიქსიროთ კარგად ქაბაბი. ხანახი რავშვებით. ჩაუბეჭდოთ ეს. აი ესე, აი. აი. ცოტა გავაბტყელოთ. დაახლოებით უნდა იყოს 150-200 გრამიანი. ესე დროებით დავდოთ. ვიღებთ ბადეკონს, დებთ ქაბაბს და ვიწყებთ. აქედან შევუკეცოთ, აქედან შევუკეცოთ. გადმოვატრიალოთ. კიდევ ერთხელ გადმოვატრიალოთ. ჩაუჭრეთ. ეცადეთ რომ არ გამოგივიდეთ ფარში. ეს თუ ერთხელ დაბეჭდეთ შამფურზე და შემდეგ უკვე მაყალზე. წარმოუდგენელია რომ ეს რამე სხვა პროცესში ჩაერთოს იმის გარდა რომ შეიწვეს. კაი, ეხა მეორე გუნდა ავიღოთ. შამფური და ვიწყებთ. როდესაც ბადეკონის გარეშე ვაკეთებთ ქაბაბს, ვეცადოთ რომ უფრო ცოტა მომცრო რაოდენობა ავიღოთ ხორცისას, რომ უფრო კარგად გავანაწილოთ შამფურს. ვეჭდავთ, უკეტავთ გასასვლელ გზებს, საჩვენებელი თითით უკეთებთ ესეთ მოძრაობებს. აი მის წარმოუდგენელია, შანსი 0-ია ეს ქაბაბი რომ გაგექცეთ მაყლიდან. ქაბაბს და ღვიძლს ერთდროულად აკეთებთ. ქაბაბი რა თქმა უნდა უფრო მალე მომზადდება და ავტომატურად შეგიძლიათ რომ ცოტა მერე დადოთ. ცალითვალი მაყალისკენ ამაქვს, იმიტომ რომ იქ ღვიძლი მაქვს დატოვებული და არ დამეწოს. ეხა სწრაფად განახებთ როგორ შევწვით ორი ქაბაბი. ერთი ქაბაბი არის ჩვეულებრივი ბადეკონო და ეს კიდე არის ბადეკონი. ეხა უნდა ვნახოთ. გავჭრათ და წვენი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა იყოს წვნიანი და გავჭრათ ესეც. ესეც უნდა იყოს წვნიანი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორი რამ. და ამას მხოლოდ ხახვი მოუხდება მხოლოდ და ზემოდან ცოტა კიდე სუმაკი. ეს ერთი ვერსიაა ქაბაბი ბადეკონში და ქაბაბი ჩვეულებრივი. უნდა გავსინჯოთ ჩვეულებრივი ქაბაბი. ძალიან გემრიელია. დამეწვება ეს. ღვიძლიც მომზადდა და უნდა ჩამოვაგდოთ შამფურიდან. ეხლა წამოვა. ოჰო. ეს არის ცხონება. ეს არის მთელი ფილოსოფია ღვიძლის მწვადიან ქაბაბიანად. ქაბაბი ნახეთ როგორი გამოვიდა ჩვეულებრივი, განახეთ როგორი გამოვიდა ბადეკონში. მე იზღა დამჩენია რომ შავი ლომის შავით გავიგრილო პირი და ხასიათზე უფრო და უფრო მოვიდე. ვოლტს ძალიან დიდი მადლობა რომ საჭირო პაპრიკა და საჭირო დაღერღილი წიწაკა მომიტანა.
თქვენ კი დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. შემდეგ ვიდეოში ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება. არ გავსინჯო. ამას ბოლოს ვიზავ. შენ რო კამერას გამოთიშა. ძალიან გემენია, მეტო. Пиздец.